პირველად რომ ნიუ-იორკში ჩავედი და აეროპორტიდან რომ მოვდივარ და უცბად იქაური სასაფლაო დავინახე რაღაცა 5 კილომეტრიანი მარტო ჯვრები და ასე. და მაშინ ახალგაზრდა ვიყავ 90-იანი წლები. აუ ბიჭო, ახლა აქ რო ვიყო მკვდარი მეთქი. მკვდარი რო ხარ მკვდარია და ისოცეს კი მეწყინა ახლა აქ რო ვიყო დასაფლავებული და არა საქართველოში მეთქი. შენ რახან აქ გაგაჩინა ღმერთმა. ხო? სულის გადასვლა ხო არის? შენ აქ გაგაჩინა, ესე შენ ვალდებული ხარ აქ იმსახურო, აქ ემსახურო შენ ხალხს. ეს საზრდოობს ამ მიწის სუნი და ადამიანზე გაძლევს სწორედ იმას. ფიზიოლოგიურადაც სხვათა შორის უკეთესად მოქმედებს ადამიანზე სწორედ ეს. ხო, ამას გეუბნები. ეხლა ცოდვა რა ხალხი ქართველები მიდიან რა ქნან რა ოჯახია საჩემ, მაგრამ სულ ვეუბნები მე ახლოურებს რომ ხო არ დარჩებით. მაგრამ მეც მაქვს ეს კითხვა სხვათა შორის აკვიატებული. ხო, აი, ხო არ დარჩებით. მიიღე გამოცდილება და ჩამოდი. ცოდვები არიან, რომ ვერ გაიგებენ იმ მუღამს, რომ რა არის კახეთში რომ დაგპატიჟებენ და აი სუფრას რო გაგიწყობენ და აი იუმორს რო აქვთ კახელებს, აი სიმღერები რო აქვთ, მერე მწვაც რო შემოიტანენ. ესეც ხელოვნებაა. რატო მოსონთ არა საზღვარგარეთელები? რა ხდება უკაცო რა არის? როგორ ვებია და ბაბუას იხსენებთო? ვაიმე თქვენ რა ხალხი ყოფილხართ, ვებია ბაბუა აღარ სახსოვს იმ. არც როს სახსოვს. და ჩვენ მახსოვს. მეტიჩრები ვართ. რა ვიცი, კუდავზიკები ვართ თუ რაღაცა, ვართ აგეთები ვართ. და სიამოვნებს რომ მამა ჩემი აღარ არის, დედა ჩემი აღარ არის, ჩვენი მშობლები ნათელში იყვნენ. საინტერესოა ეს მომენტი, რომ შენ ძმაკაცობა ზიხართ და შენ მშობლებს ვებიებს ჩვენ იმ ადგილს გაუმარჯოს, საიდანაც ჩვენი გვარი მოდის და ასე შემდეგ. რა უნდა თქვა ნიუ-იორკში ამას? ვერ იტყვი არაფერს. ქონია ეს საღამოები მერე პოეზიის საბერძნეთში, საფრანგეთში, ამერიკაში. სუტირიან. რო გაიგებენ ლექსებს რა, რო ისმენ. რა არის ეს? ჩვენ ყველაზე უფრო ნოსტალგიური ერი ვართ. ნოსტალგია. რუსებს არ აქვთ, ყველგანი ცხოვრობენ. მთელ სოფლიოს მოედებიან. ქართველი არ არის. წვეთის სისხლი არ არის ჩემში. არა ქართული. ძაფი ნერვის არ არის ჩემში. არა პოეტის. აი გალაქტიონო თქვა.